ბანერს ჩამოხსნიან, მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენ საინფორმაციო მხარდამჭერებს, Fashion TV-ს, ბატონ გიორგი საკარულს, News Plus, TV14-ს, TV10-ს, ტელეკომპანია ახალს და რა თქმა უნდა ჟურნალ სისარტყელას. თქვენი აპლოდისმენტები ჩემს კოლექტივს. სანამ გავაგრძელებდეთ ფესტივალს, მე ზუსტად დღევანდელი დღისთვის შემოვინახე კონკურსის შედეგების გამოცხადება. დღეს ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო საოკუპაციო ხაზის წარმომადგენლები აწვიდან, მეჯვრისხევიდან და ზერდიდან. თუმცა დღეს იქ ძალიან მაგარი აქცია ტარდება და როგორც გუშინ აწვის სკოლის პედაგოგმა მითხრა, არ არიან ეს ადამიანები გათამამებულები ასეთი სამედიცინო უფასო აქციებით და დღეს მე აქიდან სცენიდან ჩემს მეგობარ გიორგი სამხარაძეს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ საზღვრის პირში, არ მიყვარს ეს სიტყვა, საოკუპაციო ზოლში დღეს არიან ექიმები და უფასო გამოკვლევები უტარდებათ ამ ადამიანებს. რაც შეეხება კონკურსს, 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კონკურსი, რომელიც იყო მსოფლიო ემიგრანტის სახლის და ქართველ ემიგრანტთა სახლის დამფუძნებლის ანა ბალამ-წარაშვილის ინიციატივა. საქართველოს მოგესალმებით. ბოდიშს მოვიხდი საუბრის დასაწყისშივე, რომ შორს ვარ და ვერ გიერთდებით დღეს ფიზიკურად ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ჩათვალეთ, რომ მთელი გულით, სულით და გონებით ვარ თქვენს გვერდით. მე თქვენ მშვიდობის ელჩები დაგარქვით და სწორედ ეს იყო რაღაც ესე სპონტანური გადაწყვეტილების მიზეზი, რომ დღევანდელი ღონისძიებას საფუძველი ჩახროდა. ამიტომ მინდა მადლობა მოგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორს, ყველას, ვინც ერთი აგურიც კი შევძელით და დავდეთ დღევანდელი ღონისძიებისთვის. თქვენ რასაც აკეთებთ დღეს და თქვენ სადაც ცხოვრობთ და როგორც ცხოვრობთ, სწორედ ეს არის სამშობლო სიყვარული, სწორედ ეს არის იმ დაკარგულის დროებით, ოკუპირებულის დაცვა საკუთარი სიცოცხლის ფასად. მე შემიძლია ესე ვთქვა და არ გადავაჭარბებ თუ ამას ვიტყვი და ჩვენ მაგალითები გვაქვს ბევრი სიცოცხლის ხელყოფისა, როცა ამას ეგრეთ წოდებულ საზღვრის კვეთას არქმევენ ოკუპანტები. მიხარია, ბედნიერი ვარ, მართლა ძალიან ბედნიერი ვარ ჩემს მეგობარ რუსა მაკოვსკისთან ერთად, რომელიც ასევე ჩაერთო ამ ღონისძიებაში, როგორც ერთ-ერთი დამფინანსებელი. და მე მინდა, რომ ყველაფერი ისე კარგად დამთავრდეს, როგორც დღევანდელი დღე თქვენთვის. მე მინდა მივულოცო გამარჯვებულებს, გამარჯვება. ეს არის თქვენი პირადი გამარჯვება იმ შიშზე, რასაც ქვია გამყოფ ხაზთან ცხოვრების შიში. თქვენ ხართ ჩემთვის მაგალითები, როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც სამშობლო უყვარს და ვინც სამშობლოსთვის ცხოვრობს. მე ვცხოვრობ აგერ 30 წელია, მგონი ცოტა მეტი, ბელგიის სამეფოში, მაგრამ ერთი წამი არ ყოფილა და ერთი დღე არ ყოფილა მე ჩემი სამშობლოს გარეშე მეცხოვრა და რაღაცნაირად მეც საკუთარ თავს ერთხელ ვუწოდე ერთ-ერთ ღონისძიებაზე სამშობლოდან არალეგალი ელჩის სტატუსის მქონე და თითოეული ჩვენგანი ნამდვილად ვართ ამ სტატუსის მატარებელი ემიგრანტები, ვისაც სამშობლო ასე გულში ჩადებული გვაქვს და გულით ვატარებთ. გვპირდებით, რომ ეს კონკურსი იქნება გაგრძელებადი და ამ კონკურსს არ იქნება ერთჯერადი კონკურსის სახე. ამიტომ დღეს ვისაც ვერ ხვდა წილად გამარჯვების სიხარული, ჩათვალეთ, რომ ყველანი გამარჯვებულები ხართ, ჩემს სამშობლოს, ჩვენს სამშობლოს და ყველას ერთად გვეზეიმოს აი ამ საოკუპაციო ხაზის ეგრეთ წოდებული მავთულხლართების აღება და ჩვენი სამშობლოს გაერთიანება როგორც აფხაზეთით, ისე სამაჩაბლეთი. 228 ნაშრომი შემოვიდა, 3 ეტაპი გადალახა. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჟიურის არც ერთმა წევრმა არ იცოდა თუ ვის ნაწერს ასწორებდა, რადგანაც მათთან იყო დანობრილი მისული და
მე პირადად ნამდვილად არ ვიცი ვინ გახდა გამარჯვებული ამ კონკურსის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ქართულ ემიგრანტთა სახლის მისი ხელმძღვანელის ანა ბალამწარაშვილის და საფრანგეთში მდებარე გალერეა მაკოვსკის მისი ხელმძღვანელი რუსა მაკოვსკის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულებს, ანუ პირველი ადგილის მფლობელებს, როგორც ნაწერებში, ისევე ნახატებში გადაეცემათ 200 ლარი და ეს ყველაფერი არ არის დანარჩენი, როდესაც ჩვენ მათთან ჩავალთ, უკვე ჩართვაზე თავად ემიგრანტები ეწყვიან თუ რა ხვდა წილად ამ ადამიანებს. თუმცა იქამდე კი სანამ გოგონებო, როგორც იყო გვაღირსეს კონვერტები რომ შემომაწოდოთ და ნახოთ რა ნომრები წერია ამ კონვერტებში, მინდა გითხრათ, რომ თავად ტელეკომპანია ახალის რჩეული გახდა აძვის სკოლის წარმომადგენელი მარიამ ნიღრიჯანაშვილი და მას ჩვენ ალბათ იქით ჩავალთ ან მათ მოვიწვევთ თავად ჩაწერაზე და ყველა გამარჯვებულს გაგაცნოთ პრიზებსაც და ფულად ჯილდოებსაც, რა თქმა უნდა, მათ გადავცეთ. თუმცა სანამ ფულად ჯილდო უნდა გადავცეთ, უნდა გავიგოთ ვინ გაიმარჯვა. გოგონებო, გთხოვთ და მოდით გავხსნათ. პირველი არის ნახატების. როგორც გითხარით, ეს იყო დანომრილი. და ნახატებში გაიმარჯვა ნომერმა 4-მა და ნომერი 4 არის აძვის საშუალო სკოლის წარმომადგენელი ელენე ვარდიაშვილი და მისი პედაგოგი არის იზო კორინთელი. ესე იგი, ეს იყო მეორე გამარჯვებული საოკუპაციო ზონიდან აძვიდან. ახლა ნახოთ ვინ გახდა ჩანახატებში პირველი ადგილის და 200 ლარის მფლობელი. ეს არის ნომერი 3. ნომერი 3-ის წაკითხვა არ მინდა, რადგან ძალიან კარგად მახსოვს და ეს არის პატარა მეჯვრისხევის სკოლის მოსწავლე ვერიკო გინტური, რომელიც მართლა შესანიშნავი გოგონაა და წინა ფესტივალზე იყო ჩვენი ერთ-ერთი ნომინანტი.